3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ფორმატებში ვესაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც ხორციელდება საქართველოში საჯარო ადმინისტრების სფეროში, ასევე გვესაუბრა იმ ინოვაციებზე, რომელიც ინერგება სახელმწიფო სერვისების მიწოდებისას, იმისათვის, რომ სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ვიზიტის ფარგლებში გავმართეთ ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური საკითხების და ასევე ადამიანის უფლებების საკითხებში. ამ შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების მიმართულებით და ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენი განხორციელებული რეფორმები აღიარებას პოვებს საერთაშორისო ასპარეზზე, აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ასევე წარმოადგენს კარგ მაგალითს იმისა, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. მიმდინარე წლის 23-25 ივნისს თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს მხრიდან, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. ამ 3 დღის განმავლობაში თბილისი შეიძლება ითქვას, რომ იქნება მსოფლიოს ცენტრი საჯარო სერვისების მიმართულებით. ჩვენ ველოდებით 500-მდე დელეგატს, წარმომადგენელს, ესენი იქნებიან როგორც მაღალი დონის მონაწილეები, ასევე დარგის ექსპერტები და საუკეთესო გამოცდილებას მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს, ასევე გამოვლინდება საუკეთესო და ყველაზე მეტად ინოვაციური პროექტები. ვიზიტის ფარგლებში გამართულ სპეციალურ საინფორმაციო შეხვედრაზე შესაძლებლობა გქონდა გაეროში აკრედიტებული დიპლომატებისა და დარგის ექსპერტებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ. მკაფიოდ დავინახეთ ინტერესი და მზაობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ფორუმში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ფორუმი იქნება სწორედ ის პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა ქვეყნებს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გააღრმავონ სამომავლო თანამშრომლობა. შესაძლებლობა მქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის გამეცნო იუსტიციის სახლის კონცეფცია, მისი მნიშვნელობა და მისი არსი, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს სერვისების გაცემის პროცესში იუსტიციის სახლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა იუსტიციის სახლის სამომავლო გეგმებზე. პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მოუთმენლად ველი დაგეგმილ ფორუმს. გასულ წელს უზბეკეთში ვიმყოფებოდი, სადაც ვისაუბრე ხელოვნურ ინტელექტზე. ვიმყოფებოდი სამხრეთ კორეაში, სადაც ასევე ხელოვნურ ინტელექტს შეეხო საუბარი. იმედი მაქვს მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოსაც გავუზიარო კანადის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.